სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით ნოემბერსა და დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალდობით გადამეტების და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლის მესამე ნაწილის ბექვე პუნქტით და 154 მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნოემბერსა და დეკემბერში უწყებაში სხვადასხვა აროდან შევიდა შეტყობინებები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევებს ეხებოდა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 291 პირი, მათ შორის 38 ჟურნალისტი სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა აქციაზე დაშვებული 164 პირის მიმართ დაინიშნა. სამსახურის მიერ მოპოვებული იქნა მედიით და საჯარო ინტერნეტ სივრცეში გასული ჩანაწერები მიმდინარეობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილზე და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა. ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა 1100 საათს აღემატება. მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით სასამართლო განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა 36 პირის ტანსაცმელი, რომელზეც დაინიშნა ბიოლოგიური და ტრანსოლოგიური ექსპერტიზები. დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა. საქართველოს პროკურატურის დადგენილებით დაზარალებული სტატუსი მიენიჭა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც დაზარალებულად ცნობაზე ბრალდების მხარეს მიმართეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს. ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა. გამოძიება სწავლობს მათ მიერ გამოკითხვაში დაფიქსირებულ ყველა გარემოებას თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომისა და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა. მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე. ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.